მე გულწრფელობასთან დაკავშირებით მაქვს პრობლემები. Ფიქრობ, რომ მართებულია რასაც ვლაპარაკობთ, იმასთან დაკავშირებით ანდაზა ფიციმწამს ბოლო მაკვირვებს. იმიტომ რომ თუ ყველას ასე უნდა რომ საქართველოში ქართველების რაოდენობა გაიზარდოს, რაღაცა ეკონომიკასაც იმიტომ ზრდით, რომ აი საბოლოო ჯამში შედეგი მივიღოთ, საქართველოში ქართველების გაზრდის, მოსახლეობის რაოდენობის გაზრდის ძალიან მარტივი წესიც არსებობს, რომელსაც უბრალოდ ებრძვის ჩვენი ხელისუფლება დიდი ხანია. გეტყვით რამდენიმე შემთხვევას. თქვენ იცით, რომ ბევრი ქართველია, რომელსაც შვილები შეეძინათ საზღვარგარეთ. ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. ზოგი ევროპის ქვეყნების, ზოგი ამერიკის, ზოგი რუსეთის, ზოგი სხვა ვიღაცების. და თქვენ არ ვიცით თუ არა, მაგრამ რამდენად არის გამარტივებული მათთვის მოქალაქეობის მიღება. მე ბევრი ნაცნობი მეგობარი ყავს, რომელსაც შვილები ყავთ, რომლებიც უკვე სკოლას ამთავრებენ, რომლებიც ქართველები არიან, დედითაც ქართველები არიან, ხშირ შემთხვევაში მამითაც, ხშირად მხოლოდ მამით არიან ქართველები, მაგრამ ქართველები არიან, ქართული სახელი და გვარები აქვთ. და ფაქტობრივად მათთვის მოქალაქეობის გაცემა არის რაღაც ერთი ჯოჯოხეთის გავლის ტოლფასი. აი მაგაზე ქართველი, რომელიც მამა მოდის, ქართულად ლაპარაკობს, შვილი მოყავს. ეუბნება რომ მიეცით ამას ან ორმაგი მოქალაქეობა, ან საქართველოს მოქალაქეობა ასე შემდეგ და ფაქტობრივად, ავით სუსი სპეცსამსახურე ვინ არ უნდა გადაამოწმოს და უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ უარსღებულობს ეს ხალხი და უამრავი პრობლემა არსებობს ამ მიმართულებით. თუ ქართველების რაოდენობის და არის ამოცანა, ამ ხალხს პირდაპირ უნდა მიცეთ მოქალაქეობა. ანუ ქართველია იცი რომ ქართული წარმოშობა აქვს და შესაბამისად რა კონტრარგუმენტი შეიძლება არსებობდეს რომ ასეთ ადამიანებს მოქალაქეობა არ მიცეთ. ეს ერთი. მეორე, ჩვენ ვიცით რომ ახლო აღმოსავლეთში ომია და ამ ომთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან გასაგები დაინტერესება. ეს არის ფერეიდნელი ქართველები. ვინმე ამბობს რომ ეს ხალხი ქართველები არ არის. საუკუნეები გავიდა და ქართული ადაწესები ლაპარაკი შეინარჩუნეს ამ ხალხმა. ჩვენმა ხელისუფლებამ სამძიმრის წერილს კი მოაწერა ხელი, მაგრამ თავარი რაც უნდა გაეკეთებინა მათ შორის იმ მიზნით, რაცაც ახლა აქ ჩვენ ლაპარაკობთ. გაეკეთებინა საჯარო შემოშეთავაზება ამ ხალხისთვის. მობრძანდით საქართველოში. თქვენთვის ღიაა საქართველოს კარები. აი მუდმივ ბინადრობას გთავაზობთ. რამდენ ხანსაც გინდათ იყავით. და მოდი ერთად მერე გადავწყვიტოთ რა და როგორ და რანაირად. თუ ჩვენ გვინდა მართლა რომ ქართველების რაოდენობა ეს არის პრიორიტეტი, რომ ქართველების რაოდენობა საქართველოში გაიზარდოს, მე ახლა თქვენ გითხარით ორი ყველაზე მარტივი გზა იმისთვის, რომ ქართველების რაოდენობა გაიზარდოს. არაფერს არ ვამბობ იმაზე, რომ იმისთვის რომ ხალხს მოუნდეს ქვეყანაში დაბრუნება, აქ უნდა არსებობდეს პერსპექტივა. იმასთან დაკავშირებით რომ ადამიანები მარტივად შეძლებენ სამსახურის პოვნას, მარტივად დაიწყებენ საქმიანობას.